გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ აქციის პერიოდში რეალიზებული საქონლის გაცვლაზე რეგულარულ პერიოდში მოდელში. პირველ რიგში ვამოწმოთ, რომ პროდუქტი პირველად მდგომარეობაშია და მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ჩეკი არის ვალიდური, ანუ ექვემდებარება გაცვლის ვადებს, რის შემდეგაც ვავსებთ გაცვლის აქტს. თუ აქციის პერიოდში რეალიზებული პროდუქტი იცვლება რეგულარულ პერიოდში სხვა მოდელში, პირველ რიგში პროდუქტი პროგრამაში უნდა მოქმედეს პირველადი რეალიზაციის დღეს არსებულ ფასად. ამ შემთხვევაში 459 ლარი დღის პროდუქტი, ხოლო შეძენილი აქვს მომხმარებელს ნაღდიანი განშტოებით 400 ლარით. შესაბამისად, ხელით შევწერთ 400 ლარს, დავამატებთ და ქვემოთ თანხის ვალში აუცილებლად შევცვლით თანხას. ბოლოს აუცილებლად დავადასტურებთ დაბრუნების ორდერს. აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელი შეიცავს უფრო ძვირადღირებულ პროდუქტს, მომხმარებლის მიერ მოხდება რეალიზაციის დღეს არსებულ ფასსა და რეგულარულ ფასს შორის არსებული სხვაობის დაფარვა. თანხის დაფარვა შესაძლებელია როგორც ნაღდიანი გარისწორებით, ასევე საბანკო ტერმინალის საშუალებით. განვიხილოთ ორი შემთხვევა. მაგალითად, სალომე 400 ლარით შეძენილ ფეხსაცმელს ცვლის 459 ლარიან მოდელში. 400 ლარი გადაიხადა ნაღდიანი გარისწორებით და სხვაობას ამატებს TBC-ის ბარათით. ჩეკს ვიღებთ ისევ 400 ლარზე, ხოლო 59 ლარს ხსნით ბარათიდან. პროგრამულად პროდუქციის გაყიდვა ხდება სტანდარტულად ნაწილობრივი გადახდით. მეორე შემთხვევა, მაგალითად, სალომე 400 ლარად შეძენილ ფეხსაცმელს ცვლის ისევ 459 ლარიან მოდელში, ხოლო 400 ლარი გადაიხადა უნაღდოვან გარისწორებით და სხვაობას იხდის ნახდი თანხით. ბარათით გადახდილი თანხის შემთხვევაში ტერმინალიდან ჩეკის ხელახალი ამოღება არ ხდება, ხოლო დამატებულ 59 ლარს ვიღებთ სალარო აპარატიდან. პროგრამულად პროდუქციის გაყიდვა ხდება სტანდარტულად, ამ შემთხვევაშიც ნაწილობრივი გადახდით. შეგახსენებთ, რომ ძველ ჩეკს ვამაგრებთ გაცვლის აქტს, ხოლო ახალი ჩეკის არსებობის შემთხვევაში ჩეკს ვუმაგრებთ მომხმარებელს ყუთზე ან პარკზე. შეგახსენებთ, რომ დაუშვებელია მომხმარებელს გავატანოთ შეძენილი ნივთი ჩეკის გარეშე. დაუშვებელია დახურული ორდერის წაშლა და ჩეკის დატოვება მაღაზიაში.